დიახ, დღეს ჩვენ გვაქვს ორი გაზის კონვექტორი ჟიტომირის ქარხნიდან. ეს მოდელი 2024 წლიდან გამოიცემა. ეს არის წინა მოდელი, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის გამოდიოდა. ახლა მათ შევადარებთ. თუ გვერდიდან შევხედავთ, კარგად ჩანს, რომ ახალი კონვექტორი ცოტა უფრო მსხვილი და მოცულობითი გახდა. ახლა გავხსნი საფარას და ვაჩვენებ, რა არის ახალი თვისებები ახალ კონვექტორში და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. გადავწყვეტ, რომ ორივე კონვექტორში ნამდვილად არის კვამლისა და ჰაერის ბლოკი. ანუ კონვექტორი კედელზე მონტაჟდება, ხოლო გარეთა კედელში გაკეთდება სპეციალური ხვრელი. აქ მონტაჟდება კვამლისა და ჰაერის სპეციალური ბლოკი. ჰაერის შესვლა ხდება გარეთა მილით, რომელიც მოაქვს ჰაერს, ხოლო გამოშვება ხდება შიდა მილით. ესეც ასე. კონვექტორები მუშაობენ იტალიური წარმოების მაღალხარისხიანი გაზის ავტომატიკით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ და კომფორტულ სითბოს. შეძლებენ მუშაობას ბუნებრივი გაზით, აგრეთვე ბალონითაც. ფორსუნკების კომპლექტი მხოლოდ მათთან ერთად მოდის. ახლა საფარას ვხსნით და ვხედავთ, რა არის განსხვავება. ახლა მე გამოვართვი თვითმჭიდრო ხრახნები მოპირკეთებაზე. მინდა ყურადღება გავამახვილო. თუ თქვენ აპირებთ კონვექტორის დემონტაჟს ან გაზზე გადაკეთებას, აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, რადგან აქ არის ავტომატიკის თერმობალონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ის აუცილებლად უნდა ფრთხილად და ყურადღებით ამოიღოთ. და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გაგრძელოთ თქვენი სამუშაოები. დიახ, ჩვენ ერთ მხარეს ვართ მეორეს. ახლა უკეთ დავაყენებ ჩემს ნივთებს და ვნახავთ. დიახ, ეს ორი კონვექტორია. ეს ახალია, ეს კი ძველი. შენიშვნა, ამ კონსტრუქციის კონვექტორები კლასიკური დიზაინისაა, რომლებიც ბევრმა მწარმოებელმა შექმნა. გაზის ავტომატიკა გრძნობს, რომ შიგნით ცეცხლი იწვის, შედეგად თვითონ კონვექტორი თანდათან ტბება. ახალად ამ ორ კონვექტორებში ამჯერად რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვალა და ეს მეტად საინტერესოა. თუ შევადარებთ ამ კონკრეტულ მოდელს, ვხედავთ, რომ აქ დამატებითი კამერა მნიშვნელოვნად გაჩნდა. როგორ მუშაობს ეს? ბუნკერი ამ კონკრეტულ ნაწილში არის დამონტაჟებული და უსაფრთხოა. მისი ცეცხლი იწვის და აჭრობს ჰაერს შიგნით განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ჰაერი შედის ისევ ამ კამერაში და ხვდება. ამიტომაც წინა მოდელებში ან კლასიკურ კონვექტორებში, რომლებიც სხვადასხვა მწარმოებლების მიერ მზადდება, ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად მხოლოდ ერთი სითბოს გამატყობელი ზედაპირი, რაც ნიშნავს, რომ სითბო უფრო კონცენტრირებულად გადანაწილდება და ეფექტურად გადაეცემა ოთახის სითბოს მოთხოვნებს. ამიტომ ამ კედლის სითბო, ფეხების და სანაპიროს სითბო იღებს. ამ კონვექტორებში გვაქვს ერთი სითბოს გამატყობელი ზედაპირი, ხოლო ასევე მეორე და მესამე ზედაპირები, რაც უზრუნველყოფს უკეთეს თბობას. ამიტომ, თუ გავაკეთებთ ანალოგიას რადიატორებთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტიპი 11, ხოლო ეს მეორე არის ტიპი 22, რათა უფრო გასაგები და გასაგები ხდებოდეს. ამის უპირატესობა ეს სისტემა იძლევა ბევრად უფრო სწრაფ და ეფექტურ სითბოს კონვექტორისა და მისი ოთახის გათბობის პროცესში, რაც უზრუნველყოფს უფრო ეკონომიურ მუშაობას და მაღალი ეფექტურობის მიღწევას. ერთადერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ის უბრალოდ ბევრად უფრო სქელია, ვიდრე წინა მოდელი იყო. ეს რაც შეეხება კონვექტორის კონსტრუქციას და მისი ეფექტურობის კონტექსტში, რაც მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთ მახასიათებელს გაჩვენებთ, რომელიც ასევე ინჟინერებმა მოიფიქრეს ქარხანაის სპეციალურად მომხმარებლისთვის. ასეთი წინა არ იყო. კიდევ ერთ მოდელს გაჩვენებთ. აქ გვაქვს იგივე ახალი კონვექტორი, მაგრამ ეს 6 კით უფრო ძლიერია, ხოლო ეს კი 3 კია და ნაკლებად ეფექტური. შენიშვნა, კონვექტორები მზადდება სხვადასხვა სიმძლავრით. 2 მაისიკ, 3 კ, 4 კ, 6 კ, 8 კ და 10 კ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ოთახისთვის, ასე რომ რატომ არის ახალი ფუნქცია, ქვემოთ წარმოდგენილია ასეთი მოედანი. ამ პირველ მოდელებში 24 წლის ასაკი არ იყო, თუმცა ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. რა საჭიროა? აქ შეგიძლიათ დააყენოთ ვენტილატორი, რომელიც გაქვს,
ასეთი როგორიც კომპიუტერებში სისტემურ პროგრამებში დგება. ასეთი. შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ 220 ვოლტი ან 12 ვოლტი. ასე რომ ის აქ დგება, კომპლექტში კიდევ არის დამატებითი ნაწილები, რომ არ იყოს კონექტორთან ახლოს და ის უზრუნველყოფს უფრო სწრაფ კონვექციას თბილი ჰაერის გავრცელების პროცესში. თუ გაქვთ სურვილი კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გაათბოთ ოთახი, შეგიძლიათ დააყენოთ ასეთი ტიპის ვენტილატორი. დამაინტერესებელი ფუნქცია. ყველა კონვექტორი ახლა გაყიდვაშია, მოიკითხეთ შესაძლო არჩევანი ოფიციალურ მაღაზიებში. ყველაფერი გვაქვს. სხვათა შორის ქარხანაში შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად შეუკვეთოთ კონვექტორი პირდაპირ სქრაპლირებული გაზისთვის ან ბუნებრივი გაზისთვის, რაც ძალიან მოსახერხებელია. ყველა ბუნებრივ გაზზე მიდის, მაგრამ შეკვეთით შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს სქრაპლირებული, რათა სახლში აღარ უნდა გადაკეთდეს.